საკანონმდებლო ორგანოში თავისუფალი დემოკრატების ხდომა გაიმართა. ალასანიას გუნდი მსჯელობდა ვინ დარჩებოდა და ვინ დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, რა გადაწყვეტილება მიიღეს ხდომაზე. ამას გენო სიკმაშვილი მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. გენო გისმენთ. ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების შეხვედრა დამთავრდა, ის დაახლოებით 12 წუთს გაგრძელდა და შეხვედრა გამოსვლებმა განაცხადეს, რომ ფრაქცია სახელს შეიცვლის და ქართული ოცნება აღარ იქნება, ისინი დღეიდან უკვე მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების სახელით მოიხსენიებენ. შეხვედრა გამოსვლება ფრაქციის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ამისთვის ცნობილია, რომ ფრაქციაში რჩება გადაწყვეტილად რჩება 7 დეპუტატი, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გახმაურებული, რას გადაწყვეტს გედევან ფოფხაძე, მას 1 საათი 6 საათზე აქვს ჩანიშნული ბრიფინგი და სწორედ ამ ბრიფინგზე უნდა განაცხადოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ საკუთარი გადაწყვეტილება, რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადების, ამიტომ მას 2 დეპუტატმა მიმართა თხოვნით, იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაქციიდან გადის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქციას ეცვლება სახელი, მას აღარ ერქმევა ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები, ის იქნება მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია, სადაც ფრაქციის ხდომას დაესწრო 7 წევრი ამ ეტაპზე, 2 წევრმა ფრაქციის მომართა განცხადებით, რომ ისინი გადიან ფრაქციიდან, ეს გახლავთ ბატონი ჯაფარიძე და სამხარაული, რაც შეეხება გედევან ფოფხაძის საკითხს, გედევანი თვითონ გადაწყვიტავს მომავალ თავის საქმიანობას პარლამენტსა და როგორ იქნება. ფრაქციის ხდომა დასრულდა, ჩვენ ამ ხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი საორგანიზაციო საკითხებთან, ჩვენ მივმართავთ უმრავლესობას ოფიციალურად უმრავლესობიდან გასვლის თავებაზე, ასევე მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და საორგანიზაციო სამსახურს ფრაქციის სახელმწიფოების ცვლილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფრაქციის შემადგენლობას, ამ ეტაპისათვის, ამ წუთისათვის მე მაქვს მხოლოდ 2 განცხადება, რომელიც არის ბატონი ჯაფარიძის და ბატონი სამხარაულის, სხვა გადაწყვეტილებები ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არ მივიღეთ. თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში გადასვლას აფასებენ უმრავლესობის წევრები, ეკებესელიას განცხადებით ეს დიდი დანაკლისია, თუმცა ის ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაინც ნაყოფიერად გააგრძელებენ თანამშრომლობას და ასევე კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა არ დაიშლება. თანამშრომლობა პარლამენტში თავისუფალ დემოკრატებთან სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხებზე და გადაწყვეტილებების მიღების დროს რასაკვირველია შესაძლებლად მიმაჩნია, ფრაქციაში არიან ადამიანები, რომელთანაც ჩვენ ბუნებრივია გვექნება ერთობლივი გადაწყვეტილებებით, ვიმუშავებთ ერთად. მე მგონია, რომ არ არის ისეთი ნაბრალი ჩვენსა და ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს შორის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ კონკრეტულ საკითხებზე საერთო გადაწყვეტილებების მიღება. შევეხსენებთ, რომ გედევან ფოფხაძეს 6 საათზე აქვს ჩანიშნული ბრიფინგი და სწორედ ამ ბრიფინგზე უნდა განაცხადოს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რჩება თუ არა თავისუფალ დემოკრატებში თუ უმრავლესობა შეუერთდება. პარლამენტიდან ფრაქციის ხდომის დეტალებზე გენო სიკმაშვილი საუბრობდა. ეთერში წყალტუბოში